Dirbaso მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი დავით ბაქრაძე. რატო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ძალიან ბევრი რაღაცები ხდება, ესე იგი ისეთი საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, დათო. ძალიან საინტერესო პერიოდი მოგვიწია. 90-იანები გავიარეთ, ის გავია, ეძიკა გავიარეთ, მიშა გავიარეთ, ქოცებს გავდივართ, მაგრამ ვერ გავიარეთ. ეგეც თქვი ხარ რომ გავიარეთ, მაგრამ ჯერ ვერ გავიარეთ, მაგრამ გასავლელი გვაქვს. მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. მადლობა. წვენები კარგად ჩაგიმწკრივებიათ. მადლობა. კი. სპეცნაზიო შემოარდეს წვენები გვაქვს. გასატანებლად რომ აიღონ, მიირთვან და ასე შემდეგ. ესე იგი, პირველი რაც მინდა კითხო, აი ეს შარლ მიშელის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ხო ჩამოვიდეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი. ეხლა ის ამიხსენი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, რომ ამათმა გაიგონ რამხელა ფიგურა იყო ჩამოსული, რო აუხსნათ რა. ხო, ანუ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს. ანუ მას აქვს მანდატი, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით ილაპარაკოს. 27 ქვეყნის წარმომადგენელია რა. ანუ არის ადამიანი, რომელიც 27 ქვეყნის სახელით ლაპარაკობს. აი რომ შეხედავ ის ერთი კაცი რო არის წვერიანი კეპკა რო ეხურა რო ჩავიდა ხურვალეთში, ის კაცი წარმოადგენს ევროპის 27 სახელმწიფოს. ესე იგი, აი ეს ადამიანი იყო ჩამოსული, ხო? კი. და აი და ეხლა არ ყვევდა 28-ვე სახელმწიფო ეთანხმება თუ არა მის ნალაპარაკებს, ანუ ჩვენ. რომელიც უნდა რომელიც შესვლას აპირებს იქ, მაგრამ მის ნალაპარაკებს არ ეთანხმებით ისევ აპირებს. შესვლას. ეხლა არ ყვევდა ეს 28-ვე ქვეყანა რეებს აკეთებს აქ. რა უნდა და ეთანხმება თუ არა. ხო, არა. მაინტერესებს ეს შიგნით ამბები რა. ღარიბაშვილი ესწრებოდა და დანარჩენი ოპოზიცია, თუ არ ვწდები ახლა. რაზე ილაპარაკეთ? საქმიანი დეტალების გამო ტანისუფლება არ მაქვს ბუნებრივია, რა ვქდა? ამ გადაცემას არავინ არ უყურებს, თქვი. ამაზეც თანახმახა როგორ რამე მათმევია, ხო და გადაცემას არავინ არ უყურებს. აი. ამას არავინ არ უყურებს, მიდი უყურეს, თქვი კაცი. არა, მოდი უფრო ინტრიგების კუთხით წავიდეთ ვაშიში და არსი არ გვიდა, აი თავარი ინტრიგა იყო მაგალითად, რატო არ ესწრება პრეზიდენტი მის სასახლეში გამართულ შეხვედრას. ხო და სხვადასხვა ვერსიები იყო, ვიღაცა თქვა რომ იმიტომ არ ესწრება, რომ იქ გიორგი რურვას საკითხი რო იდგა სადაც ხელს არ აწერს შეწყალებას, ამიტომ არ არის სხვა ვერსია გავიგე რომ რაღაც ღარიბაშვილმა დაბლოკა და არ არის და რა ვიცი მე ყველაზე მარტივი ვერსია მაქვს რა, აი ხა ეს კომენდანტის საათი რაც არის ხო ეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ბავშვებს კომენდანტის საათის დროს რაღაც კეიფი რო უდათხოვე შეკრება. ახალი ბიზნესი გაჩნდა ახლა თბილისში, ღამე სახლების გაქირავება. ანუ მიდიხარ კომენდანტის საათამდე მიდიხარ, სახლს ქირავობ, გითმობენ მთელი ღამე ხარ, როგორც გინდა და დილით მოდის დიასახლის მერე, ალაგებს და აი მე მგონი ეგ ბიზნესი აქვს, მოგვაქირავა კომენდანტის საათის დროს. რეზიდენცია გავიდა თვითონ დაგტოვა და ჩვენ იქ გავერთეთ ვილაპარაკეთ და დავშალეთ მივიდა და გაიქაურა. რამდენად ქირავდება დღეში? ვერ გეტყვით ევროკავშირმა გადაიხადა ჩვენ არის მაგის ფასი. იმათმა დაგვატიჟეს. ხო და მან ესე ღარიბაში აქტიურობდა ისე მაინტერესებს. ანუ შემტევითი ხასიათის აქტიურობა ჰქონდა თუ როგორ? თუ თავს იცავდა? არა, შეტევაში იყო, ეს 9 წელიც ახსენა, ანუ ჩაოლებრივად. ესეთი რა, საკმაოდ შინაარსობრივად საკმაოდ ძიმე მოლაპარაკება მიდიოდა, კარგი ხნის 2 საათის განმავლობაში მეტის. 9 წელი მოასწრო თქმა. კი, აბა ხა. თვითონ ის მიშელი თუ მიხვდა რას გულისხმობდა 9 წელში. არ ვიცი ხა ეგ სახეზე არ ეთყობა ხოლმე მაინც დიპლომატიკაცია და ვერ გეტყვი რას მიხვდა იქ მაგის გარდა კიდე ბევრი მარგალიტები იყო და რა ნაწილს მიხვდა რას ვერ გეტყვი, მაგრამ ნუ. მაგრამ ეს ამბავი არის რომ 6 პუნქტიანი გეგმა თვითონ მიშელმა მოიტანა, ხო ამ კაცმა. კი, ეს ამ კაცმა მოიტანა. აი 27 ქვეყნის 27 ქვეყანას რო წარმოადგენს, აი 27 ქვეყნის ამბავი ჩამოგვიტანა აქ და გითხრა რომ ეს 6 პუნქტი მაინც გააკეთეთ. ხო. თუ როდესმე ფიქრობთ რომ 22 თქვენ უნდა იყოთო. მაგრამ ეს ამბავი არის რომ საერთოდ არ არც გვიხსენებიაო ჩვენო ღარიბაშვილმა თქვა ეს რიგარის არჩევნები საერთოდ საიდან მოიტანეთ ეს ჩვენთვის წითელი ხაზიაო თან ესე ამბობს.
ეს ხო წითელი ხაზია ჩვენი, აი ხო ეს ხო ხო ეს წითელი ხაზი ძალიან საყვარელი გამოთქმაა. ყველაფერზე წითელ ხაზს ამბობენ და რა ვიცი, მე მაგალითად აი შარშამ პროპორციულზე რო იყო, იქაც წითელი ხაზი მახსოვს, რომ 4 თვე იძახეს წითელი ხაზი და მე ეს 120-ზე ჩვენი შეთავაზებული ისე მიიღეს, რომ აქეთ გვსაყვედურობდნენ, რომ თქვენო რატო არ მიიღეთ, თქვენ არ გინდოდათ და ჩვენ გვინდოდა ამის მიღებაო. ანუ საკუთარ წითელ ხაზს ისე გადაახტენ, რომ ვერც ხაზი დაიდახეს, ვერც ციcle დაიდახეს. აი აბსოლუტურად შემოგვიტრიალეს მე რომ თურმე ოპოზიციას არ უნდოდა 120-ზე მაგათ უნდოდათ და ამიტომ ეს რაღაც ბუნდოვანი ცნება აქვს აი წითელი ხაზი როგორ არის იცი აი მაგათთვის ანუ კოცებისთვის ანუ აი ხა ფეხბურთში ამ ბოლო დროს რო გაჩნდა ხო იცი საჯებს ის რო აქვს რა ქვია პატარა ბალონი და ჯარიმის დარტყმის დროს ხაზს რო ულებენ გაზოზე რომ აი აქ დადეკით ხო აი ესე ახლა საჯი ვინ არის მაგათი კეიცი შენ ხო და ის სადაც გაუულებს ამ ხაზს რომ აი აქ უნდა დადგეთ აი დგებიან მე კედელში რომ აქ გადის წითელი ხაზი მე ის გვერდზე გაუულებს ხაზს იქით გადადიან და მე მაგ ერთი ესეთი შეკითხვა ის ბრიუსელში ორ კვირაში არის ისა ხო? ორ კვირაში არის შეხვედრა ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხდომა ანუ ხო იქ უნდა გაირკვას ყველაფერი ანუ ესე იგი ამ ღარიბაშვილმა უნდა წაიყოს ახლა რაც გადაწყვეტილებაც მოიფიქრეს ხო? კი რაც შეთანხმდება აი ეს პუნქტიადი გეგმიდან უნდა ჩავიდეს და ანგარიშ ჩააბაროს პრეზიდენტ მიშელს მის გეგმასთან დაკავშირებით რა აზრის ვართ ქართველები და რაზე მოვილაპარაკეთ და რაზე შევთანხმდით. და უნდა ჩაიტანოს ახლა. იმ 6 პუნქტიან გეგმაში ეს სამი ვიცი რომელი სამი ვიცი? ერთი ვიცი პოლიტპატიმრებია, ერთი ვიცი რიგარეში არჩევნებია და მე მგონი ცესკოს რეფორმა ხო არ არის ერთი თუ სასამართლოს რეფორმა. მართალი ხარ, დანარჩენი სამი არავინ არ იცის. ეგ სამია თავარი და ამიტომ ეგ სამი თუ იცი უკვე საკმარისია და ამიტომ მაგ სამი თუ არ ჩაიტანა, იქ სხვანაირად ის დანარჩენი სამი ვერ უშველის. ეგ სამი. იმიტომ რომ ამ სამიდან ახლა ფაქტიურად მელიას არ უშვებს და რურუას არჩევნებს არ ნიშნავს და სასამართლოს რეფორმის გამკეთებლები რო ესენი არ არიან, შენ თვითონაც ხო იცი და მე თავისებურად ხო, თავისებურად. ანუ რის გამო ჩადის, რომ აი ჩავა და ეტყვის, რომ აი ვიცი აბა, ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერი არ გამოამსაქმიდან, ამის სათქმელად ჩავა. ხო და აი თუ არაფრით ჩავა იქ, ის გახსოვს ასოცირების შეთანხმებას რო ხელი მოვაწერეთ, ის ფონოგრამა შენახული აქვს ის შალახო. აი იმ შალახოთი გამოგვიშვება უკან ისევ რომლითაც მაშინ მიგვიღეს. რომე წაიღო თან მრავალჟამიერი წაიღო თან რაღაც შალახო რო ჩართეს ეგ. ხო, ამჯერად ამ გამოგდებას უფრო მოუხდება შალახო, იმიტომ რომ ცეკვით შეუძლია გამოვიდეს. რამე თუ არ ჩაიტანა, მაგრამ იმედი მაქვს რომ რამეს ჩაიტანს და რაღაცაზე დათმობაზე წამოვლი. დათო, ეხლა რა უნდა კითხო? გავიგე შენი ამბები იმისი და აი პარტიიდან რო ისაკ პენსიაზე რო წავედი? ო, აი გამბავი გავიგე ეხლა, გავიგე ბიჭებმა მითხრეს. იმიტოა ხო რაც მოვედი დათოს რომ ეძახი ადრე ბატონ დავითს მეძახოდი ხო ეს მახსოვს და იგამიგვერდა ცოტა რას გამიშინაურდა ძალიან მეც და ხანისია ეს ხორება ხანასია დათო რა უცებ გამიშინაურდი რა პენსიონერი ვარ დათო მოდი დათო მეთქი რა ის ბატონი დავითი სად არის სადღაის დათო ეხლა შენ მითხარი ეს პოლიტიკურ პენსიაზე გავდივარო ფაქტიურად პარტიიდან საპირებ. დავარავ. თუ ფიქრობ, რომ არ არის. არა, ნუ პარტიიდან გადაწყვეტილია. ხო. უბრალოდ ყრილობამდე ვრჩები, რადგან ეს ხოთხოვნა იყო, მაგრამ ხო, ოპოზიციაში და პოლიტიკაში ვრჩები, იმიტომ რომ ისეთი მოვლენები ხდება და ნიკა მელიას დაპატიმრება ისეთი ამბავი იყო, რომ ეხლა პენსიის აღება სრულიად არასწორი იქნება, იმიტომ რომ უნდა ხმა ამოიღო და რაღაც თქვა ადამიანმა. ამ დროს როცა ხა ესეთი ფორმით მელიას იჭერენ, არ შეიძლება გვერდზე გაიწიო და თქვა რომ იცი რა მე გავიწი, არც არ გავიწიე, პარტიიდან მოვდივარ, მაგრამ ხა იმაში რაც ქვეყანას ჭირდება და პოლიტიკა იქ ვარ, ასე რომ შეგიძლია პერიოდულად ხანდახან დავითი მაინც დამიწახო ხოლმე ბოლომდე წამოსული არ ვარ და და ისე კლად პენსიაზე ბოლომდე არ ვარ, ამიტომ ხა რა ქვია, ეს გერმანიის პორტალზე არ დაურეგისტრირებულ ვარ ჯერ სამუშაო საძებნელად. აქ ვარ, მაინც პოლიტიკაში ვარ. დასასვლელად ჯერ. მაგრამ რა კიდე პარლამენტარის პენსიას ხო იღებ? პენსიას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ
დეპუტატი არ ვარ, მაგრამ დეპუტატი ვარ და პენსია არ მეკუთვნის. ხო, იმიტომ რომ განცხადება დავწერე, მაგრამ არ გვიშვებენ პარლამენტიდან. ამიტომ პენსია არაო. ეხლა რახან პარლამენტში ვარ, ხელფასი ხო უნდა გეკუთვნოდეს წესით ადამიანს. ეხლა ხელფასზე გეტყვი რა ხდება, ნუ ყველამ თქვით ოპოზიციაში რომ ამ ხელფასს არ ავიღებთ და დავხარჯავთ, ზოგი აქტივისტებს ეხმარება, ზოგი სოციალურად დაუცველებს და მე ვთქვი რომ ყველა ხელფასზე რაც იქნება თანხა ვიყიდი პროდუქტს, საჭმელს და დაურიგებ სხვადასხვა რაიონში გაჭირვებულ ოჯახებს, ხო? მაგალითად, აი გლანში ვიყავი, დიდუბეში ვიყავი, ვთქვათ, ისანში ვიყავი, სამგორში და აი ხა მარტში უნდა ჩავსულიყავი ცხეთაში დევნილებთან. და აი ეს ადამიანები თუ გიყურებენ, მინდა რომ დიდი ბოდიში მოუხადო და უთხრა, რატო აღარ ჩავედი, რატო ვერ ჩაუტადე ეს დახმარება. დევნილებთან მიმქონდა, ოჯახები უკვე გაფრთხილებული იყვნენ, პროდუქტი შეკვეთილი მქონდა ყველაფერი და შევედი ანგარიშზე და არც ერთი კაპიკი არ მაქვს ჩარიცხული ხელფასიდან. დაურეკე პარლამენტში შევწუხდი, მეთქი რა ხდება მეთქი ეს ხელფასზე. რა ხდება გეტყვი ხა, ანუ განცხადება ხომ აქ დაწერილი რომ დეპუტატობა არ მინდა. და არ მიშვებენ, მეუბნებიან, არა, დეპუტატი უნდა იყო, პარლამენტში უნდა იყო. და პარლამენტში რო ვარ, იცი რა ქდეს ხა? დამა სანქციებს, რომ ხტობებზე არ დადიხარო და ხელფასი დამიკვითეს. ანუ აი, წარმოიდგინე. ხოცური ლოგიკა წარმოიდგინე რომ ვეუბნები დეპუტატობა არ მინდა მეთქი და არა დეპუტატობა გინდაო, ოღონდ დეპუტატი უნდა იყო და სანქციებს დაგადებთ, იმიტომ რომ ხტომებზე არ დადიხარ, იმიტომ რომ პარლამენტში ყოფნა რო არ გინდა და ხტომებზე არ დადიხარ, ამიტომ ხელფას არ აი წარმოუდგენელი ლოგიკა წარმოიდგინე. ეუნები შენ ადამიანო თუ გამიუქმეთ მანდატი. ვეუბნები რომ არც თქვენი მანდატი მინდა, არც თქვენი ხელფასი მინდა, არაფერი არ მინდა, წამოვედი პარლამენტიდან, ხო? არა, უნდა იყო. არ შეიძლება რომ წახვიდე, აქ უნდა იყო. ოღონდ აქ რო ხარ და ხტობებზე არ დადიხარო და ხელფასი გამიუქმეს. ძალიან მაგარია. კაია. იცი რა უნდა კითხვა, მელიას გამოშვებაზე მინდა ერთი ესეთი შეკითხვა დაგისვა. ნუ თავიდან ხო სპეცოპერაციით დაიჭირეს რა, მთელი ამბავი იყო და მისი დაჭერა დაპატიმრების დღე და ახლა რომ გამოდის პროკურატურა და იცი რა არის ხა ჩვენ თვითმიზანი არ ყოფილა და იქნება რამენაირად ვინმე რამე ფული შეაგროვოთ იქნება და ეს კაცი გირაოთი თანახმოვართ რომ ანუ ეხვეწებია რომ ეხლა გამოვიდეს ციხიდან ხო რეალურად ეს აბსურდის ხო ეგეც იგივე ლოგიკაა უფრო მეტიც ახლა კომენტარებს რო აკეთებენ დაუბერო მელია კაცო მელია თავისუფალია ოღონდ იმან აირჩია რომ ციხეში იყოს თორე ისე თავისუფალია მელია აი ეს პოლიტიკური კომენტარები ეს არის და აბა თვითონ აირჩია ციხეში ხო თვითონ იქ უნდა თორე ჩვენგან თავისუფალია ამას აუვედა ახლა რო უყურებთ სულ მაგ კომენტარებს რო უყურებ ხო სულ აბახსენდება იცი აი ქვევრი მოკლემეტრაჟი არის ძალიან მაგარი ქართული ქვევრი. და ეგ საწყალი აბესალომია ქვევრში როა გაჭედილი. და ეს გოგია ქვევრის პატრონი რომ მილიციის მოსაყვანად წავა და მილიციონერს რო უხსნის რომ ხედამ უფროსო შეძურა და აღარ გამოდის. ეგ რიძახიან მელიაზე რომ გეკოება მელია თვითონ ჩაიკეტა ქვევრში ციხეში და აღარ გამოდის ხო? აღარ გამოდის ხო? და ეს მადასი ვაჯგაზე რო იხედება ჩიქრე გამოდი როგორ მოხდი მან? როგორ მოხდი მან უპასუხე უფროსო. მაგრამ აბაზე ერთი ამბავი უცბად ისე გადახვევა ესეთი სათაურია რა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სასამართლომ ბადრი ესებუას პატიმრობა დაუსწრებლად ვერ მიუსაჯა. ეხა შაყირობ თუ მართლა ეგეც სათაური. ვერ მიუსაჯეს. ანუ რო ვერ დაიჭირეს და ვერც მიუსაჯეს. ძალიან მაგარი ამბავი აი ეს ხო ეხლა ეს ესებუა რომელიმე პარტიაში ყოფილიყო. უნდა არ იქნებოდა კამდე მაგესებუასი თავის პარტიასთან ერთად. მე ერთი კითხვა მაქვს დათო, აი სპეცოპერაციაზე მინდა კითხო, აი რა თუნდო და აი კიბე რომ მიადგეს რა. აი ეგ იყო ჩემთვის გაუგებარი, რომ კიბეს რო ადგავს იქ და ადის იქ და ის წარმოიდგინე. ჯერ ესეთი სახიფათოა, იმიტომ რომ ეს ამდენი ხალხი რო სიტყვაზე რო გადარეული იყო და ის კიბე შეერყიათ. სახიფათოა, აბარა ეს სპეცრაზმელები ახლა აღჭურვილობაში ის ხო ძიმეა ის აღჭურვილობა. ძლივს მიცოცავდნენ ამ კიბეზე. იქ მართლა რომ ვიღაცას ტვინი გადაბრუნებოდა და ეს კიბე ზემოდან სახურავიდან ოდნავ დაეჯანჯღარებია. სულ ძირს ჩაცვიდებოდა ის ხალხი დაიმტრეოდა. ვინ მოიფიქრა რომ მაგ კიბით ალუმინის სახანძრო კიბით ჯავშენაში ჩასმული სპეცრაზმელები აუშვას ოპერაციაზე. თან
ხელსარილები დუბინკები რაღაცები ხო აქონდათ, ბარგალკები აქონდათ კიდევ ის კარები გაიჭა. მთელი ეს მე ბოლოს მეგონა რომ ვეთფრენი დაждდებოდა ის ზემოდან ეს ხო ხდები ამერიკულ ფილმებში. ხო, მაგრამ უკან აღარ დაჭირვებიათ ეგ კიბე და აი წეგან რო ახსენე რაღაც შემოვარდებიან წვენებს წაიღებედო მაგაზე გავახსენდა იქ და ხო Red Bull-ები წაიღეს ანუ ყველა მაგას გითხოს ამდენი Red Bull-ი რაც უნდათო და რა ვიცი ეთქობა კიბით უკან ჩამოსვლა და ეზარათ ისე საშიში იყო და Red Bull-ი ხო აფრთიანებს და ძალიან და პირდაპირ გაფრინდნენ ისე აბა რა ვიცი აბა რაც უნდა ამდენი Red Bull-ის სპეცრას ეთქობა და აფრთიანდენ ეთქობა და არა ხო ეგ სასაული იყო მაგრამ შენ თუ მორიგეობდი იმას მელიას დასაცავ კი პოლიტიკოსები იყვნენ, ბევრი პოლიტიკოსი იყო, ხო, ეგ ძალიან უცნაური. ფაქტიურად ყველა იქ ამბავი იყო რა, ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი აბსოლუტურად იგიყრიდა თავს. კი, იმ ოფისში და თან პერიოდით სპეციფიური იყო, ანუ განსაკუთრებით სპეციფიური იყო, აი სასამართლოს გადაწყვეტილება რო იყო და იმ ღამეს ხო ველოდებოდით შტურმს. ნუ მე შტურმი აღარ შედგა, იმიტომ რომ მეორე დღეს გახარია გადადგა და გაირკვა რომ თურმე რატო, მაგრამ იმ ღამეს ხო ყველა შტურმს ველოდებოდით, იქ ვისხედით იმ ოფისში და ის ღამე იყო ზუსტად რომ თენდება ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა თან. ბიძინას დაბადების დღე. ხო და აი მაშინ ვამბობდი რა რომ რამდენ რამეს არ მოუსწრები ვარ და არ ვიდახია მეთქი ცხოვრებაში, მაგრამ აი თუ რამეს ვერ წარმოვიდგედი რომ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს შევხვდებოდი ნაციონალების ოფისში და ქაღალდის ჭიქით ვისკის მიუჭახუნებდი ნინო ბურჯანაძეს და ეს ვისკი იქნებოდა ლაშა ჩხარტიშვილის მოტანილი და ირაკლი ოქროაშვილის დასკმული. აი ამას ვერ წარმოვიდგედი ვერ ადრექორებაში სულ დაქცეულიყო ყველაფერი. მაგარი ღონისძიებაში. აი ძალიან სრულ გაუგებრობაში. იცი რა უნდა გითხო, არჩევნებზე მინდა გითხო დათო. არჩევნები ხო ყველაზე გამორჩეული არჩევნები იყო ეს 2020 არჩევნები, მე მგონია ისტორიაში რომ უნდა შევიდეს ისეთი არჩევნები აი მაგალითად 100 წლის მერე ბავშვებს რო ასწავლიან რომ აი 2020 წელს რაღაცა ესეთი არჩევნები ჩატარდა რა. რა იყო აი შენთვის როგორი არჩევნები იყო? ხო ბევრი არჩევნები გამოგივლია. ხო, ბევრი გამომივლია, მაგრამ აი მე რო არ გამომივლია ისეთი არჩევნები ჩაატარეს. ანუ იმდენად უკან წარსულში ჩაბრუნდნენ, აი მე 17 წელია, 18 წელია პოლიტიკაში ვარ და აი მე რო სტუდენტი ვიყავი და ტელევიზორში უყურებდი ისეთი არჩევნები ჩაატარეს და ყველაზე მეტად აი ხა ცუდი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ცოტა ხუმრობით რო თქვა, მაღაზიებს ყდება გულე, გაყალბება როგორ არ მინახია, მაგრამ ხალხი კაც 21 საუკუნე დადგა, ზოგი მარსზე დაფრიდავს, ზოგი თვარეზე დაფრიდავს, ილონ მასკის ასწაულებს აკეთებს და ამათმა შევარ ხელით გადაკეთებული ოქმები დააბრუნეს ამ ქვეყანაში. აი 96 წელს, 97 წელს რო არჩევნები ტარდებოდა შევარდაძის, აი ის არჩევნები ჩაგვიტარეს 2020-ში, როცა აგერ ის რა ქვია, მარსიდან უყურებთ კადრებს, ხო? აბა როგორ საინტერესო კადრები. ანუ გააყალბე, მაგრამ ქემაინც ნორმალურად გააყალბე რაღაცა, რომ ცოტა რაღაცა ოჯახი რო არ დაგვენგრეს ხა. კლათ ესე ხელით გადასწორებულ რიცხვებს ნუმაჩვენებთ კლათ ეს. ხო რაღაცა შემიფუთე ცოტა რაღაცა ლამაზად. ცოტა ესე ქენი. კომპიუტერზე ამობეჭდე რაღაცა ქენი ცოტა ეს ხელით გადასწორებულ რიცხვებს რო ვაჩვენებ. დაგვენგრა ოჯახი. დაუბრუნდი 96 წელს. მართლა დაგვენგრა ოჯახი. მართლა სიმწლის ნაშენები აი თითქოს რომ აი კარგი. ევროპა იქით იყოს და მართლა დაგვენგრა ხო მართლა 96-ში დაუბრუნდით. ო კი მაგრამ ეს ზოგადად გამორჩეულად სად გიყვარს ხოლმე ჩასვლა არჩევნებზე? მართლა რაც მიყვარს არჩევნებში და ზოგადად პოლიტიკაში არის ის რომ სულ დავდივარ და მთელ საქართველოში და აი რაიონი კი არა მე მგონი სოფელი აღარ არის დარჩენილი რომ დამყოფი არ ვიყო საქართველოში და ყველა კუთხეს თავისი აქვს აი კახეთში ძალიან მაგარი მარგალიტებია ხომ ეს არჩევნო ისეთი იუმორია გურიაში აი ყველგან ფაქტიურად რა და გურიაზე გეტყვი მაშინ რა ხარ გაინტერესებს იმიტომ რომ შარლ მიშელით რა ხან დავიწყეთ და საგარეო პოლიტიკით მაინც გურია ამ ხრივ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს საგარეო პოლიტიკური კუთხით ხო და ჩასული ვარ საგარეო პოლიტიკა გურიაში ნუ ეს გურიაში აგერ მოგიყვები ხა და ნახავ გურიაში ვარ ჩასული და ჩვენგან ხათუნა გოგორიშვილი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი და მე და ხათუნა ერთად ვარ წასული სოფელში შეხვედრაზე და შეხვედრა მორჩა და მე მივედით ერთ-ერთ ოჯახში სადაც არის 90 წლის კალბატონი და რაღაცეებზე ველაპარაკები და ეს ქალი მისმენს თავს მიქნევს და მე მითხრა რომ იცი რა ბებია აი ყველაფერი ვიცი მე ბებია მითხრა აი შე კაი ბიჭი რო ხარ ვიცი მაგიცო სხვა რამე მითხარი შენო გისმენ ბებია მე ვთხარი რა იყო მეთქი და აი აბდალა ქალს რა ბზიკმა უკბინა დღეს დილითო
ხო და დავიფენ მეთქი ვინ არის ხა ის აბდალა ქალი ვიდო ჯერ ეჭუ შევეპარო რომ ხათუნას გადავხედე ბადიშ და არ ვიციო აბდალა ქალი ბზიკი როკბენს ხომე ვიფიქრე და ეგეთი კანდიდატი ყავს ერთი ეგეთი საქართველოში ბზიკი როკბენს ხომე ხშირად ხო და რა ვიცი რომელი არა გამორჩეულად ყავს ერთი ხო და მეოთხარი რომ ბებია ჩვენ პრეზიდენტზე მეუბნებით ხო გაუციდეთ მაგას მინუსმენს თლაც საერთოდ მითხრა ეხა უკვე უფრო დავივენი ანუ ვიღაცა კიდე სხვა ქალია რომელსაც ბზიკმა უკბინა და რაღაც ისეთი თქვა რო არ უნდა ეთქვა რა და რომელი ქალი აბა ბებია მეთქი და ვიოლაო და ვინ ვიოლა მეთქი და ვიოლა ფონ კრამონიო ხოდა ეხა მაყურებელმა ხო ეს ვერ გაიგო და აუ ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი გერმანელი მწვანეების პარტიიდან ევროპარლამენტის წევრი მოკლედ ხა მე ამოვისუნთქე გავიგერო ეს ვიოლაა და კი მეოთხარი მე არა კაი ქალია არ არის ცუდი ქალი რაღაც სხვადასხვა თქვა და ამ დროს ვიღაცა მუჟლუგუნს მირტყავს და გავიხედე და ხათუნა მიყურებს გოგორიშვილი და დათო ვიოლა ფონ კრამონი ვინ არის მითხარი თორე წავაგე ეს სოფელი წავაგე ერთხმას ვერავიგე ფასოფელი ვინ არის ვიოლა ფონ კრამონი აუ გურულები მაგრები არის და ვიოლა საიდან იწოდა ეგეთები არის გურულები მე მითხე კითხო ვაქცინაციაზე ვაქცინაციას რო არ გვიკეთებენ და ვაქცინა რო არ შემოაქვთ ყველგან ხო შევიდა ვაქცინა ყველაზე კაი ვერსია რაც არის რომ ესე იგი რომ დაიწყო ეს ვაქცინაცია ისრაელმა დაიწყო ბრიტანეთმა დაიწყო და ვიღაცაებმა მორცხვათ იკითხეს რომ ჩვენ როდის ვიწყებთ და ეს თავრობის პროპაგანდა რო არის არ გწვენია თო ისრაელს ედრებითო ის მდიდარი ქვეყანა არისო იმართვა იყიდეს ვაქცინა მდიდრები არიან ჩვენ სად გვაქვს ვაგის ფულიო და გაჩუმდა ეს ხალხი რომ ხო ეხა ისრაელი მდიდარია და არა გვაქვს გავიდა დრო ჩეუბატონო და აგერ 108 ქვეყანაში მიდის ვაქცინაცია განაში დაიწყო ვაქცინაცია მოზამბიკმა დაიწყო ბანგლადეშმა დაიწყო გამოვიდა ეხა ხალხი და თქვა რომ კი მაგრამ ამათმა რო დაიწყეს ვაქცინაცია ჩვენთან რატო არ იწყებაო და თავრობის პასუხი რა იყო? კაცო, ეგენი ღარიბი ქვეყნები არიანო და აჩუქეს მაგათო. ესე იგი ჩვენ დიდრებს ჩვენ არ წერივართ, ღარიბებში ჩვენ არ ვართ. ყიდვით ჩვენ ვერ ყიდულობთ, ჩუქებით ჩვენ არ ჩუქებთ. სადღაც უნდა ვიყოთ კაცო. ვინა ვართ საერთოდ ხო? ანუ დიდრები არ ვართ, ვერ ყიდულობთ. ღარიბები არ ვართ, არ ჩუქდიანო. არც იქ წერივართ, არც იქ წერივართ. სადღაც ვართ უბედურებაში. არც აკანა მიგიღონ, არც მაგაში ვარ ზუსტად, არც იქ დაგვიღებენ, არც აქ დავტოვებენ. არა, ეგ მაგარია. ველოდებით. ბოლოს კი დავით, დავით. აი. რაღაცა უკვე ესე იგი ბოლოს კი დავით მინდა ერთი შარლ მიშელი მეძახდა დავით და შენ რო დამიძახო დიდი ამბავი ახლა რა მოხდა? ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ ნუ ახლა ხო ხტები. კარგი. არა უშავს ახლა. მეც გვახსოვს, ბევრი რამე გამოვიარეთ, ანუ რა დროიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა? როდის იყო? მე რო პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და შენ რო აი წინ ასკაციანი ტრიბუნა გედგა მაყურებლებით სავსე განაცემის ჩაწერის. აბა, ხალხი რომ მოდიოდა სავსე რო იყო, აბა. და სადამდე ჩამოვედით. მე პენსიაზე გავედი და შენ სიგარეტის საწყობში ხარ აქეთ გადაცემას. საიდან დავიწყებ და სად ჩამოვედი? რა ცხოვრება? რა არის ცხოვრება? ჩემო ანუ. კარგი იყო ესა, კარგი. კაი, მოდი ესე იგი მე მინდა გეთამაშო ჩვენ დირექტორს აქვს ავტორ გადაცემა, ეს არის მთავარი ჭკვიანი. ნიკა გვარაგიას. მე მინდა შემოგთავაზოთ ვანო შოუს ვერსია მთავარი ჭკვიანი, ან ჩვენი გადაცემა, გადაცემაში გადაცემა გავაკეთეთ, მიხვდით? კი ბატონო. რაშია საქმე და სტუმრებთან პერიოდულად თამაშობთ ხოლმე მთავარ ჭკვიანს. გააქვთ სურვილი რომ სინჯოთ. მოდი. მაშასე ბატონო დავით, უკვე ბატონო დავით. პირველი შეკითხვა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ რა სავარაუდო მიზეზით შეიძლება გადააგდოს ღარიბაშვილმა ევროპა? A. ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. B. დასავლეთში მივდივარ და ეს დღეები აქეთ არ ვიქნები. G. ტელეფონი დავკარგე და ნომრები წამეშალა. და ფუტკარი მიმყავს სოფელში და ცოტა ხანში გადმოგირეკავთ. მაგისგან 4-ვე მოსალოდნელია, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ტელეფონი დაკარგოს. ჩემი ვერსია ეგ არის. ფუტკარი მიმყავს სოფელში ცოტა ხანში გადმოგირეკავთ. ჩემი ლოგიკით ეს პასუხი უნდა უთხრას ალბათ იქ. შემდეგი კითხვა, ვის დაბადების დღეს აღნიშნავს მთელი სახელმწიფო 23 თებერვალს?
A ანტილოპას, B ანტიქრისტეს, G ანტარქტიდის, D ანტენის, E ანტონ ობოლაშვილის. აქ თვალსაჩინოა პასუხი, ესე იგი. საფიქრალის არაფერი არ არის. ანტონ ერთი წუთი რომ დავზოგო და ეგრევე გიპასუხო შეიძლება ანტონ ობოლაშვილის. ანტონ ობოლაშვილის იმიტომ მისი დაბადების დღეს. ჩამოთვლითაგან რომელი ფორმით უხდის ხოლმე ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინას მადლობას? A დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. B უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა. G ადეკვატური მადლობა ბატონო ბიძინა. D ადეკვატურ სენსიტიური მადლობა ბატონო ბიძინა და E ადეკვატურ სენსიტიურ შოკის მომგვრელ ზეციურ კონსოლიდირებულ ზე კრეატიულეს ზე კაცთაშორისო მადლობა ბატონო ბიძინა. აი მაგ ბოლოს გარდა ყველათი. რამდენიმე სწორი პასუხი შეიძლება? როგორ შეიძლება იყოს შეიძლება. აი მაგ ბოლოს გარდა ყველა. მაგრამ გეტყვი რომ გაგიჭირდება არც ერთი პასუხი არ არის სწორი, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ყოველ ერთ წუთში ერთხელ იგონებს მადლობების ახალ უფრო რთულ ვერსიებს და ეს რაც ჩამოვთვალე 5 წუთის წინ აქ ნათქვამი და ამიტომ ახალი ვერსიებში ვერ გაატყით ბატონო დავით. შემდეგი. დაასრულეთ ფრაზა. სადაც მუშტი ივანიშვილს იქვე A დიდება სააკაშვილს. აი პარტიიდან წამოვედი და დრო იქნებდე ხო? A დიდება სააკაშვილს, B აღმაფრენა სააკაშვილს, G სიხარული სააკაშვილს, D ჩემი დიდი პატივისცემა სააკაშვილს, E იდაყვი სააკაშვილს. როგორც ისარგებლე მომენტით ესე იგი რომ პარტიიდან წამოვედი და აი ვითხარი შენი ვერსია ვითხარი, კაი. სამი თვის წინ იყო სწორი პასუხი იდაყვი სააკაშვილს და ახლა არ ვიცი რომელიც. ახლა არ ვიცი რომელია ყოველი პასუხი. ყურადღებით შემდეგ კითხვა. ნებისმიერ გამოკითხვაში რატომ აქვს დავით ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი? აქ ვერსიები არ მაქვს, უბრალოდ ის მართლა მაინტერესებს. მართლა მაინტერესებს. ხეზე ცოცვას ვერ გასწავლი. ახლა კი ვარ პენსიაზე, მაგრამ ბოლომდე არა და ასე რომ არ გვიდა პლატესეც ვერ გადამიშლი გულს, ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო დათო. მე იმედი მაქვს რომ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება ისე როგორც ქვეყანა სჭირდება ალბათ, ხო? ისე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა რომ დროშა დაკიდენ და ევროპაში შევიდნენ. ამის იქით გზა არა გვაქვს ასე რომ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დამთავრდეს ეს ამბავი. დიდი მადლობა დათო ბაქრაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.